მოგესალმებით. სანამ ჩემ საფინალო სიტყვაზე გადავიდოდე, გავკაჯნიერდები და ერთ კითხვას დაგისვამთ. რამდენად დარწმუნებული ხართ იმ სითხის სიჯანსაღეში, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად სვამთ? არც ისე მარტივი შეკითხვა და არც რომელიმე კონკრეტული კომპანიის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანას არ ითვალისწინებს. უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს და თუ ამ საკითხს ფილოსოფიურად შეხედავთ, მით უფრო პრაგმატულად. აღმოაჩენთ, რომ ჩემი მიზანი თქვენი დაეჭვება აბსოლუტურად მიღწეულია. არა, ეჭვების ქადაგებლად უწარმომიდგეთ. უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეჭვი სიფრთხილის მეგზურია. როცა ფრთხილობ, ბევრად უფრო დაკვირვებული ხარ და მომთხოვნით. ამ ყველაფრის შემდეგ კი პრობლემის გადაჭრა ბევრად უფრო მარტივია. მე დღეს თქვენ წყალზე გესაუბრებით, რომელიც ჩემი ფავორიტი სტიქია. როგორც ლაუზიმ ბრძანა, უმაღლესი სათნოება სწორედ წყალს გავს. წყალი სიცოცხლის საწყისია, ის ჩვენშია და ჩვენს ირგვლივ. ის ყველგანაა. მოკლედ დიდრები ვართ დედამიწელები. აი ამ ხრივ ქართველებს განსაკუთრებით გაგვიმართლა. ძალიან ბევრი წყალი გვაქვს. იმდენად ბევრი, რომ ზოგჯერ ყველაფერი წყალსაც წაუღია. ჩვენ ბევრი წყალი გვაქვს, მხოლოდ ეს რესურსი გადაგვარჩენსო, ასეთი ფრაზები ხშირად გამიგია. გადაგვარჩენს როგორ არა, თუ ჩვენს ნარჩენებს გადაურჩა. ხშირად როცა ვფიქრობ ამაზე, ერთ დასკვნამდე მივდივარ, რომ ყველაფერი ძალიან საშიშად ვრცელდება. მაგრამ ამის მაგალითი უნდა მოგიყვანოთ. როდესაც ლაბორატორიაში ვიდექი და ვისმენდი იმ სავალალო შედეგების შესახებ, რაც შეიძლება ამ ყველაფერმა მოიტანოს, პატრიკ ზიუსკინდის სუნამო გაცოცხლდა, ჟან ბატისტ გრენუის დაბადება. უსიამოვნო სურნელი, აუტანელი გარემო, მკვდარი ქალაქი, მკვდარი მდინარის პირას. მე არ მინდა მკვდარ ქალაქში ცხოვრება, არც მკვდარი მდინარის პირას სეირნობა მინდა. დღეს ჩვენ გარემოს დაცვაზე საუბარი ბანალურადაც კი გვეჩვენება. ვღიზიანდებით უბრალოდ და ჩვეულებრივ მოწოდებებზე, რომლებისკენ ისინიც მოგვიწოდებენ. იქიდან გამომდინარე, რომ მგონია, რომ ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცით, ეს ხომ ისედაც აშკარაა, ეს ხომ ისედაც ნათელია, ამის სწავლა აღარ გვჭირდება. მაგრამ მეორე წამს ისე ვიქცევით, თითქოს ცეცხლის მოპოვება ახლახანს ვისწავლეთ. არა და სულ ელემენტარული ჩვევების გამომუშავებაა საჭირო. უბრალოდ უნდა აღვიქვათ, რომ ჩვენ შემდეგ ამ სამყაროში ჩვენს ადგილას ჩვენი შვილები და შვილიშვილები უნდა აღიზარდონ. მე თქვენთან ლაბორატორიული დასკვნებით მოვედი და უნდა გითხრათ, რომ ცივილურ ქვეყნებში ეკოლოგიური პოლიცია უმკაცრესად აკონტროლებს თითოეულ პირს, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს და ამით საფრთხეს უქმნის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას. და რა მდგომარეობაა ამ ხრივ საქართველოში, თუნდაც ჩვენი ქალაქის და ჩვენი მდინარის მაგალითზე? მტკვრის მთავარი დამბინძურებელი აღმოჩნდა, რომ არასაკმარისად გაწმენდილი ჩამდინარე წყლები და მის გარშემო მცხოვრები რამდენიმე მილიონი ადამიანის დაუდევრობაა. როგორც ხედავთ, პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი. და რატომ ვქვით ამ პრობლემას? მხოლოდ იმიტომ, რომ ლუდის მირთმევის შემდეგ ბოთლის სანაგვე ყუთამდე მიტანა გვეზარება? ან იმიტომ, რომ უსარგებლო ნივთების ქალწულებივით ხიდიდან ფენა მოგწონს? ეს საშიშროება ჩვენგან არც ისე შორსაა. ის ჩვენს ყოველდღიურობაშია, ჩვენს თვალწინ, მაგრამ რატომღაც სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ აღვიქვამთ. რა თქმა უნდა, ვოცნებობ სპიკერობაზე. მაგრამ იმის მიუხედავად, გავხდები თუ არა დღეს მე საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი. არასოდეს მოვასვენებ იმ ადამიანებს, ვისაც წვლილი მიუძღვით წყლის დაავადებაში და ვისაც შეუძლია მათი განკურნება. არ ვიცი ამას როგორ მოვახერხებ, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი. მე ამ პროექტიდან მიმაქვს მიზანი, რომელსაც აუცილებლად დავისრულებ. და იმის მიუხედავად რა მოხდება, ყოველთვის ვეცდები გავაკეთო ის, რაც მე აი ამ წურმა, ამ დრომ მომანდომა. და ბოლოს ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა და მინდა ყველას სამი რამ გისურვოთ. წყლის ძალა მოგცეს, მტკვრის მახსოვრობა და ნაპირიდან ნაპირზე გადებული ხიდები. გმადლობთ ყურადღებისთვის.